კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერს 3 საათზე, მე გიორგი გაბუნია ვარ. ჰააგის სასამართლომ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთი კონფლიქტში მხარეს წარმოადგენს. ჰააგაში მყოფი დელეგაციის წევრები ამ გადაწყვეტილებას ქართული მხარის გამარჯვებად მიიჩნევენ. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ დიალოგის რესურსი ორ ქვეყანას შორის ამოწურული არ არის და ამ მოტივით საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. საერთაშორისო სამართლის სასამართლოში საქართველოს რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით ეროვნებით ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა. სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებდა. სასამართლოში 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველოს რუსეთის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის არსებობას ამტკიცებდა. სასამართლომ დაადასტურა ერთხელ და სამუდამოდ, რომ დავა ეთნიკური წმენდასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის და არა საქართველოსა და აფხაზეთს, ან საქართველოსა და ოს ხალხს შორის, როგორც რუსეთი ცდილობდა დაახლოებით 2 დეკადის განმავლობაში, რომ ეს ასე წარმოეჩინა. დღეს ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ასე არ არის და სწორედ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს დავა ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით. ერთადერთი, ასე ვთქვათ, უთანხმოება ქართულ პოზიციასა და სასამართლოს პოზიციას შორის ის არის, რომ სასამართლო ჯერ კიდევ თვლის, რომ არსებობს მოლაპარაკების შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის, რომ მაშინ, როდესაც საქართველომ შეიტანა განაცხადი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ისევე როგორც დღეს, რუსეთი არ არის და არც მაშინ არ იყო მზად და მსურველი იმის, რომ რაიმე მოლაპარაკებები ეწარმოებინა საქართველოსთან დევნილების დაბრუნებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვასთან დაკავშირებით. თუმცა ფაქტია, რომ მთავარი ბარიერი გადალახულია, სასამართლომ დაადგინა, რომ დავა რუსეთ-საქართველოს შორის არსებობს. ეს ეთნიკური ბარიერი, რომელიც მოლაპარაკების შემდგომ მცდელობას ეხება და სასამართლომ ძალიან ხაზგასმით თქვა, რომ აქ მთავარი არის მცდელობა, მოლაპარაკების არა უბრალოდ მცდელობა, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს იურისდიქცია კვლავ აქვს და ბუნებრივია ეს საქმე არ დამთავრებულა დღევანდელი სხდომით. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის 9 მილიონამდე დევნილი, რომელიც სწორედ რუსეთის პოლიტიკის გამო და ამ პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან გამოდევნილი და ბუნებრივია ეს პრობლემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვაპირებთ, რომ მარტივი, ასე ვთქვათ, დაბრკოლების არსებობისთანავე შევწყვიტოთ ეს ბრძოლა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დავა უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლებრივი გზების გამოყენებით და რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და თითეული ქართველი მოქალაქის წინაშე პასუხი უნდა აგოს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის.